მოგესალმებით, მოგზავნით, ჩემო კარგებო, მადლობთ. მოდი დღეს დავიწყოთ რიტორიკულ და ძალიან სწრაფად მარტივი პასუხების გაცემა კითხვებზე. მზად ვარ, გისმენთ. დიდი მადლობა მინდა მოგიხადოთ ბატონო მერაბი დელუსთვის, მე მაქვს თქვენთან რამოდენიმე კითხვა. პირველი, თქვენ ერთ-ერთ ფრანგ ჟურნალისტთან საუბრისას და თუ არ ცდები რუსულ აქცენტს, ისაუბრეთ ოცნების ლოდინზე ნაცისტთან მიმართებაში და რომ ჯერ წინ არის ანახაობა და გადამწყვეტი ტრანსლაცია ადვერტი. რას გულისხმობთ ადვერტში და რა არის ეს? მოგახსენებთ. საზოგადოება ძალიან დიდი ხანია თქვენ ჩემზე უკეთ უწყით უყურებს ამ სანახაობას, რომელსაც ქვია 5 ნომრის დაპირისპირება 51-თან. ნაცების კოცებთან და ნაციონალური მოძრაობის დაპირისპირებას ქართულ ოცნებასთან. უყურებს და ელოდება, როდის დამთავრდება ეს ამდენი არაშედეგობრივი ღონისძიებები, სადაც ძალიან ბევრი ხალხი ელოდებოდა სამართალს, ელემენტარულად ძალიან ბევრი ადამიანი მოსრეს ნაცებმა, დასაჯეს, პირდაპირ მნიშვნელობით მოკლეს, აღგვეს მიწისაგან პირისა, რა თქმა უნდა, ხალხის ძალიან დიდი ნაწილი, დაზარალებულთა მთელი ჯარია, ელოდებოდა პასუხს, როდის დაამთავრებენ ჩვენი ხელისუფლება მათთან თამაშს. მე მინდა გითხრათ, რომ ეს არ ყოფილა თამაში. პირველ რიგში გეტყვით იმას, რომ ეს ასე ვთქვათ, მათი მონაწილეობა წყალებში, არჩევნებში, 1-ში, 2-ში, კოჰაბიტაციებში, ასე შემდეგ, ეს ყველაფერი იყო ერთი ძალიან დიდი ფილმის კადრები. ფილმის ჩვენება მიუახლოვდა დასასრულს და გამცნობთ აბსოლუტური სერიოზულობით და პასუხისმგებლობით, რომ იწყება პროცესი, რომელსაც ქვია ადვერზი. ადვერზი ეს არ არის არსება, არ არის პიროვნება, არ არის პროცესი, ეს არის სამყაროს შავი, ხრელი, მოდი ასე ვთქვათ, ეს არის სამყაროს ფოკუსი, რომელიც ამთავრებს ნებისმიერ დაპირისპირებას. მოკლედ, ჩვენ წინ გვაქვს და დაახლოებით 1 წლის წინ მე ვთქვი კიდევაც, რომ ის რაც ეხლა ხდება, ყველა ის პირი, მათ შორის ეხლა ჯერჯერობით, რომელიც მოიაზრებიან როგორც ნაცმოძრაობის შავი მასა, სრულებით არ არის ან საშიში, ან პრობლემატური. ესენი არიან მარიონეტები, კუკლები, თოჯინები, რომლებიც ასრულებენ ძალიან მარტივ თამაშობანას და ზუსტად და ზედმიწევნით მოქმედებენ სცენარის და მიხედვით. რამოდენიმე ხნის წინ, სულ რაღაც ალბათ ვეც არ არის გასული რაც ქალბატონი ცულუკიანის დამადობით დაიწყო მეოხი დაიწყო პროცესი, რაც მიმდინარეობს ამათი დაკითხვა. ვის დაკითხვაზეა საუბარი? საზოგადოება ძალიან მალე ამას ვაცხადებს სრული პასუხისმგებლობით იხილავს მთავარ მოქმედ პირებს. საქმე იმაზე, რომ მთავარი მოქმედი პირი არ არის არც სააკაშვილი, არც გაბაშვილი და მერაბიშვილი და ასე შემდეგ. ესენი არიან ძალიან წვრილი თევზები. ადვერზის მსვლელობა, რომელსაც ვაცხადებ, დაიწყება იმით და უკვე იწყება, როცა სცენაზე გამოდიან მთავარი ფიგურანტები, მთავარი მოქმედი პირები. ჯერ სადახართ უყურეთ იქნება, მალე სპექტაკლის, ასე ვთქვათ, დაწყებულიც არ არის. ეხლა ხანს დაიწყო. ეს არის პირველი კადრი. მალე მოვა, ასე ვთქვათ, გაღრმავება სცენარის და ძალიან მალე დაიწყება ნამდვილი ადვერზი. როცა თქვენ ნახავთ აი ამ ტრაგიკომედიის მთავარ მოქმედ პირებს და ბევრისთვის შეიძლება ეს იყოს საოცარი გაუგებარი და დაუჯერებელიც კი. გამოჩნდებიან ახალი ფიგურანტები ჯერ კიდევ უცნობი საზოგადოებისთვის სამწუხაროდ. ალბათ გახსოვთ, მე გეტყვით, მოკლედ
მისთან შეიძლება ადვერზი შედარება. ალბათ თქვენ გახსოვთ ბატონი დონალდ ტრამპის ამერიკის შეერთებული შტატების პირველი პრეზიდენტის ერთი ძალიან დიდი სკანდალური გახმაურებული პროცესი, რაც ეპშტეინის თუ ვაინშტეინის შეწოდებული ავასახენებელი კუნძული ერქვა. საქმე იმაშია, რომ ის რაც გააკეთა ტრამპმა და ორგანოებმა, რომელსაც ეხებოდათ უმწვავესი პროცესები თავის სახელმწიფოში, არა μόνο ფებერი აქ ჩართული იყო, მთელი კოლონიზატორი. გამოამზეურა ისეთი საშინელი რაღაცები, რასაც ქვია, მოკლედ საქმე იმაშია, რომ პატარა ბავშვების ხარჯზე მზადდებოდა ნარკოტიკი, რომლებსაც ეს არ არის ნარკოტიკი, ეს არის სატანური ნივთიერება, რომელსაც მოიხმარდნენ უცნობილესი ტიპები, აბრევიატურის მქონე პიროვნებები დაწყებული ჩვეულებრივი ესტაბლიშმენტიდან დამთავრებული მაღალ რანგამდე სახელმწიფო სტრუქტურებში, მათ შორის მსახიობებიც, მწერლებიც, სპორტსმენებიც და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი რამე ჯერჯერობითაც დამალულია და მადლობა დონალდ ტრამპს და მის გამბედაობას და სიმამაცეს ჩვენ მალე ვიხილავთ ამ ჩვენი მსოფლიოს ამ დღევანდელი მსოფლიოს თავარ ადვერს, რომელიც კონტინენტალური სახე აქვს და ნელ-ნელა შემოდის და შემოვა ჩვენ სახელმწიფოში. ეს ადვერზი იქ რაც მოხდა, ბოლომდე დამთავრებული არ არის. ყველას მოგიხსენებათ, რომ უკვე გასაჯაროებულია კენედის მკვლელობა და როგორც უწყით შეკვეთილი იყო ვიცე-პრეზიდენტის მიერ იმდროინდელი. გასაჯაროებულია უამრავი მასალა, რომელსაც გრიფითს აიდუმლო ედო ძალიან დიდი ხნის განმავლობაში და ჩემთვის გაუგებარი, ჩემთვის არა, ძალიან საზოგადოება ითხოვს სიმართლეს, მესმის. მაგრამ შემოკარგებო არის ძალიან ბევრი სიმართლე, რომლის გაჯაროება არ შეიძლება უცებ და ესე ოპტამ. არსებობს პროცესი, ნეიროპროცესი, რომელიც ძალიან ნელა მიმდინარეობს, იმიტომ არა რომ ეს ვიღაცას აწყობს და ვიღაცის რაღაცის ეშინი არა. ჩვენ შემთხვევაში უბრუნდები ისე საქართველოს არა მგონია რომ ბიძინას ეშინოდა ვინმესი არა. უბრალოდ ეს პროცესი რომელიც დაწყებულია ეხლა, რომ დაწყებული იყოს სულ რაღაც რამოდენიმე თვის წინათაც კი საქმე დაიმალებოდა და მერწმუნეთ, უამრავი ადამიანი უფრო მეტად დაიჩაგრებოდა და პროცესი ვერანაირი სიმართლე ვერ იხილავდა, ასე ვთქვათ, ჰაერს. ძალიან მალე თქვენ ნახავთ მთავარ პერსონაჟებს, ასე ვთქვათ, იმ ნარკოტიკების მოხმარებებს, რომელსაც ქვია ადამიანის სიცოცხლეები, ნერვები, ბიზნესები, სახსრები და რომლებიც ფუნქციონირებდა ადამიანის სიკვდილზე. ტანატოგენეზი ამ წარმოშობა საზღვრობების იყო სულ რაღაც რამოდენიმე ადამიანის ხელში. ადვერზი დაიწყო და ადვერზი მოგვევლინება ძალიან მალე სრულიად საინტერესო ტიპაჟებით და პირობას გაძლევს, რომ საზოგადოება ამ დროინდელი გაუბედურებული, გასაზიზღლებული ხალხი, რომელიც სააკაშვილის მთავრობამ სიგიჟისპირად მიიყვანა, იხილავს ნათელს და სიმართლეს ოღონდ სრულიად სხვა რაკურსში, სრულიად სხვა ფორმატში და ფორმატი გარწმუნებთ იქნება 100-ად უფრო დიდი, ვიდრე ჩვენ მოველოდებით და თქვენ ელოდებით. მოკლედ, საბედნიეროდ პროცესი დაიწყო, ადვერზი მალე დამთავრდება და თქვენ ნახავთ თუ რამხელა ეფექტი ჰქონდა იმას, რომ ბიძინა ელოდებოდა. ადვერზის მთელი პეცი მოკლედ მდგომარეობს შემდეგში. ადვერზი ეს არის ლოდინი, ჭკვია, ეს არის შახმატი. ეს არის ძალიან ნოყიერი, ჭკვიანი ლოდინი განვითარებისა მოქმედებების. ეს არის თვით აკომოდაცია და
ზუსტად გათვლილი მიზნობრივი წრიული წერტილების შეკვრის პროცესი, როდესაც უკვე მოსაკითხი და შახმატის ახალი ფიგურა არავითარ შემთხვევაში არ შემოვა და შეიძლება არსებობდეს და სწორედ მაშინ იწყება გადამწყვეტი პარტია, როდესაც შახმატის ფიგურების უკანა ნაწილი, ანუ პაიკები ყველა გამოლაგებულია. მალე დაიწყება მოქმედება შახმატის ფიგურების უკანა ნაწილის, ასე ვთქვათ, სერიოზული ფიგურების, რომლებიც განაცხადებენ პრეტენზიას ძალიან ბევრ რამეზე. აი სწორედ ისინი უნდა იქნან იზოლირებული და მოცილებულები საზოგადოებას დააჩნით ამოტვიფრულები, რომ დაისადგუროს სიმშვიდე და დაისადგუროს, რა თქმა უნდა, მშვიდობა, რომელიც ხელისუფლებამ და პირადად ბიძინა ესე ნანი რუდუნებით მოიტანა აქამდე და ბრავო მას. აი ეს არის სწორედ ხო მე მინდა კიდევ ერთი პატარა ფრაგმენტი გითხრათ. ალბათ გახსოვთ რა ნომერი მოიტანა ბატონმა სააკაშვილმა, როდესაც დაიწყო ეხლა ყურადღებით, ვიწყოთ თქვენს ყურადღებას 2 წუთი. სააკაშვილმა დაიწყო თავისი, ასე ვთქვათ, შემოსვლა პოლიტიკაში, რა ნომერი იყო? ნომერი 5. რა თქმა უნდა, ძალიან ცოტას თუ გონია, რომ 5 მაგან დაარქვა, იმიტომ რომ თურმე 5-ოსანი იყო სკოლაში და ასე შემდეგ. არა. რიცხვი 5 ეს არის ძალიან საინტერესო რიცხვი. ზოგი მას დემონურ სეძახის, ანუ 10 გაყოფილი 2-ად. მოკლედ, 5-ის მთელი ანთროპოფილოსოფია არის ძალიან საინტერესო. რა ციფრით შემოვიდა დაუპირისპირდა მას ბატონი ბიძინა ივანიშვილი? ციფრით 41. რა თქმა უნდა, მას შეიძლება იყო ციფრი 1, 7, 2, ხო ნების რატომ 41? 41 ეს არის იგივე 5. ოღონდ ბიძინა ივანიშვილმა გატეხა 5. გააპო შუაზე. პითაგორეული მიმატებით 4 + 1 არის იგივე 5. მან არ გააკეთა ბინერი 1 + 4. ის სხვა სისტემა. მან გააკეთა 4 + 1. ანუ ბიძინა ივანიშვილის გენიამ და ამას არ ვაზრიადებ, გააკეთა ის, რომ მან ის დაუპირისპირდა სრულიად შავ მაზოხისტურ ძალიან მძიმე სისტემას, მენდეთ შავი მოგმების სისტემას 5-ს დაუკავშირდა თავისი სიკეთის, ანუ იგივე 5-იანი, მაგრამ ამობრუნებული, გატეხილი და უკვე მოქმედი ბინერი სიცოცხლის და სიკვდილის. ის იყო მარტო რაღაც შავი, აქ მოხდა უკვე ჩვეულებრივი დაალაგება. ნუ ძალიან ელემენტარული რომ იყოს, არ წავალ ძალიან შორს 4 + 1 ეს იყო დაწყება იმის, რომ საქართველოში დაბრუნებული იყო სიმშვიდე და არავითარ შემთხვევაში რამე სხვა ციფრი და სხვა რამე ამოცანა. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ჯერჯერობით, ალბათ საბედნიეროდ, სამყაროს მართავს ციფრი, სამყაროს მართავს სიტყვა, სამყაროს მართავს წრიული სინტაქსისი. ეს არის ყველაფერი ღვთის განლაგება და ჩვენ და საბედნიეროდ მან ეს იცოდა. ნებისმიერი სხვა დაპირისპირება სააკაშვილის ბრიგადასთან და ამ ადვერზის მონაწილეებთან სხვა სისტემით მერტმუნე წაგებული და განწირული იყო დამარცხებისთვის. დიდი მადლობა ბატონო მერა, ძალიან საინტერესოა იმოსმერა, ასევე ძალიან სასიამოვნო. მეორე კითხვა ეხება სწორედ ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ვინაცენეთ. ეს კითხვა არის შემდეგი. ბატონი ბიძინა ივანიშვილი ჩვენი სახელმწიფოს არის პლუსი, პლუს მინუსი, თუ უბრალოდ მინუსი. ერთნიშნულოვნად პლუსი. და რატომ? ძალიან დიდი ხანია
შეიძლება ვიღაცებს გაუკვირდეთ, ყოველთვის ვიყავი განწყობილი ოლიგარქების მიმართ არც თუ ისე სასიამოვნოდ და დადებითად. თუმცა რაც შეეხება ბატონ ბიძინა ივანიშვილს, მე აღფრთოვანებული ვარ ამ ადამიანით იმ ელემენტარული მიზეზის გამო, რომ ის არის მოაზროვნე ადამიანი. დავიწყოთ იქიდან, რომ ის სწორედ ცხოვრობს. პირველი და მთავარი. ბიძინა ივანიშვილის ცხოვრება არის სწორი, გამართული და სწორი არა მარტო ქრისტიანულად, არამედ სწორი როგორც ცხოვრებისეული პოზიცია. მე მომწონს მისი ოჯახთან დამოკიდებულება, მე მომწონს მისი გაზრდილი შვილები, მისი დამოკიდებულება ადამიანებთან, რაც თავარია მისი თმენის ვალდებულება. ალბათ ამ ერთმანეთი ძალიან ძნელია გაუძლო იმ ადამიანის გინებას, რომელსაც გუშინ დაეხმარა და ის დღეს მოდის და უთითრად ზურგში გიხრის დანას. ძიმია. იმასაც გეტყვის, რომ ძალიან ბევრ ადამიანებს, მათ შორის მეფეებსაც კი ვერ გაუძლიათ მსგავსი საზღვრებისთვის, როდესაც შენ ძალიან ბევრ სიკეთეს უკეთებ მთელ ჯოგს ადამიანებისაც და აი ეს ადამიანები არათუ თანაგზნობას გიცხადებენ, არამედ გაფურთხებენ და ჭუჭში ქსრიან. ქრისტე ჯვარზე გააკეთეს. მესმის ყველაფერი, მაგრამ ქრისტე ღმერთი იყო, ხოლო ადამიანისთვის ამის გაძლება ძალიან რთულია. ბიძინა ღირსეულად უძლებს სправოდ აფერხულობას. რაც შეეხება სახელმწიფო დონეზე ამ ადამიანის ფიქსაჟს, ის ძალიან წარმატებული, კარგი და აუცილებელია. მეცაც გეტყვით, რომ არა ბიძინა ივანიშვილის და მისი მთავრობა დღეს საქართველოში იქნებოდა გაჩაღებული ომი. მერე რა რომ ომია? არა. ყველა ის ადამიანები, ესეც ადვერზის პატარ-პატარა კუდებია. ის ვინ დღეს ლაპარაკობს, მერტმუნეთ, ყველაზე პირად ვიცი. ვიცი სუნთქავს, ვიცი არსებობენ. მოლაპარაკე გომბიოთა და თუთიყუშთა 80% გამზადებული აქვს სახლები, თავისი ბუნკერებით ევროპის ცენტრალურ რაიონებში და ამერიკის შეერთებულ შტატებში. ანუ მათი ტვინი მოქმედებს, მუშაობს ესე. დღეს დაიწყება ომი, დღეს მოხდება რაღაც, მე გავერიდები და გავიქცევი. შემოგარგებო. ვერავინ ვერსად ვერ გაიქცევით ამის პირობას გაძლევთ, იმიტომ რომ თუ ომი დაიწყება, ომი ხდება ტოტალური, ვერც ერთი ბუნკერი და ვერც ერთი მოწყობილობა უკვე ვეღარ გიშველით. ამიტომ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ბიძინა ივანიშვილს და მის მთავრობას, რომ დღესდღეობით ჩემი შვილი, თქვენი შვილი, შვილიშვილები, მეუღლეები, ოჯახები ცხოვრობენ შვიდობის რეჟიმის ქვეშ. და ბოლო კითხვა ბატონო მერა, როგორი სახელმწიფო გინდა? როგორი სახელმწიფო არის? რომ მოდი ვიტყვი, როგორც მე პროფესიით მწერალი ვარ, ამიტომ ისე ძალიან მარტივად და შეიძლება ცოტა მე მინდა სახელმწიფო, სადაც ძალზე დაფასებული იქნება ქალი, დედა, ბავშვი და ნებისმიერი მოხუცი ადამიანი. მე მინდა სახელმწიფო, რომლის მოქალაქე შეიძლება წელიწადში ერთხელ ნებისმიერ სახელმწიფოში წასვლა და მის დასასვენებლად და მის ამ დასვენებას დააფინანსებს თავისი სახელმწიფო. მე მინდა სახელმწიფო, სადაც პენსია არ იქნება $2000-ზე ნაკლები, ან მისი ეკვივალენტის. მე მინდა სახელმწიფო, სადაც ჩვეულებრივ გამრჯი ადამიანს, მუშაკს, ინჟინერს, ექიმს, ხელოვანს, გლეხს, ან საამქროში მომუშავე ადამიანს არ ექნება პარლამენტარზე ნაკლები არც ხელფასი,
და მით უმეტეს არც პენსია. მე მინდა სახელმწიფო, სადაც ნებისმიერ მოქალაქეს ექნება უფლება განმარტოს თუ რა უნდა, რატომ და რისთვის. მე მინდა სახელმწიფო, სადაც ნაკლებად ეცოდინებათ ვიყავს პრემიერ-მინისტრი, ჯანდაცვის მინისტრი, თავდაცვის მინისტრი და ეს სრულებით არ უშლის ხელს იმას, რომ სახელმწიფო ფუნქციონიროს ჯანსაღად და მოქალაქეები ბედნიერი ყავდეს. მე ნამყოფი ვარ ძალიან ბევრ ქვეყანაში. სოფლიოს 5 ქვეყნის საპატიო მოქალაქე ვარ. აისახელებთ ერთ ქვეყანას, მაგალითად შვედეთს, სადაც როგორც გავარკვიე მოქალაქეებმა არისიან მიყავთ პრემიერ-მინისტრი, ხო? შესაძლოა ადამიანი საფსახურში დადის ველოსიპედით. ეს ძალიან ჩვეულებრივი რამეა. მე მინდა სახელმწიფო, სადაც Facebook-ში არ იქნება სისტემატური გამოსვლები ანგელოზებივით ბავშვების დამეხმარეთ, არ მიჭამია, კურნალობა მინდა. მე მინდა სახელმწიფო, სადაც ბატონი ლეონიდის, ცნობილი ლეონიდის საქმრომოქმედო ფონდის შემზარავი კადრები არ გავიდეს Facebook-ი და ტელევიზიით, სადაც საშინელ ყოფაში მყოფი ბავშვები დაძაბუნებული და უბედური სახეებით ითხოვენ იმ ელემენტარულ რაღაცას, რასაც სასიცოცხლო მნიშვნელობის ქვია. ეს არის საკვები, ეს არის კურნალობა და ვუკმაპური. მე მინდა სახელმწიფო, სადაც უცხო ქვეყნის მოქალაქე თავზე ვერ გადამახტება და ანღულს ვერ ამოვარკლავს ჩემი სახელმწიფოს ცხოვრ ადამიანს. მე მინდა სახელმწიფო, სადაც ოჯახი იქნება დაცული პირამიდის წესით, ანუ სადაც ვერანაირი ძალა, ვერანაირი მოქმედი თუ გარე ინსტიტუცია ვერ შეძლებს ოჯახის დაშლას, დანაწევრებას და შემდგომ მის დეციმაციას. აქ საუბარია თუ გინდ იმაზე, რომ ნებისმიერ ქალბატონს ბავშვებს გადავიდნენ შეუძლია დარეკვა პოლიციაში და ელემენტარულ პატარა ჩხუბზეც კი მამაკაც და ოჯახის უფროს ციხეში ათავსებენ. არ ფიქრობენ იმაზე, რომ ეს ადამიანი, რომელიც გამოვა მერე იქით, ოჯახში აღარ დაბრუნდება. ეს არის ჩვეულებრივად მორალური გენოციდი. მე არ მინდა სახელმწიფო და მინდა სახელმწიფო, სადაც შობადობა იქნება უფრო მაღალი, ვიდრე სიკვდილიანობა. ჯერჯერობით სამწუხაროდ საქართველოში შობადობა 7-ჯერ ნაკლებია სიკვდილიანობას. ეს კატასტროფაა. მე მინდა სახელმწიფო, სადაც აბორტი კანონით იქნება აკრძალული. მე მინდა სახელმწიფო, სადაც ეს აკრძალვა იქნება მოტივირებული იმით, რომ იქნება ახსნილი, რომ ნებისმიერი აბორტი არის პატარა ბავშვის დაუცველი არსების მოშტობის საზიზღარი, უსადისტესი წესი, როცა მას კლავენ ნაწილ-ნაწილ დაქუცმაცებით და შემზარავის ხავია. მე არ მინდა სახელმწიფო, სადაც ეს ჩვეულებრივი მოვლენაა და თვეში რამოდენიმე 1000 შვილის კვლევობა ხდება. მე არ მინდა სახელმწიფო, სადაც დაძდევენ ავადმყოფ ნარკომანებს, ხოლო გადამყიდველებს, საიტის ოსტატებს და გენოციდის ცენტრალურ მოსურნეებს ჩვეულებრივად აპარპაშებენ. ძალიან კარგია, ეხლა გადაიხედა ნარკოპოლიტიკა, თუმცა მანდა ძალიან ბევრი საჩუთი რომ მომენტია. თქვენ გახსოვთ ალბათ, როდესაც იგი უბრუნდა ბიზნესს, როდესაც ბიზნესამ შემოსთავაზა ერთს გაეკეთებინათ სამედიცინო
წარმოების და დანიშნულების კანაფის ლეგალიზირებული კანაფის წარმოება, გაზრდა და აფთიაქის ქსელებიდან გაზრდა. ალბათ გახსოვთ რა ამბავია ახლა ჩვენმა მოჯირით ეს საზოგადოება ზოგმა რომ აი თურმე ფული რა ფულის გაკეთება მეტი საქმე არ აქვს ბიზნეს რომ კანაფი დაეწყო ცხოვრება არა ჩემო გარგებო მას ცხოვრება აწყობილია და მას სჭირდებოდა ელემენტარულად იმიტომ რომ კანაფის მოხმარება ყოფილიყო სახელმწიფო მეთვალყურეობის ქვეშ ხოლო ის ფაბრიკაცია რასაც ქვია სამედიცინო კანაფი ეს არის ბალახი სადაც კანაბინოიდების რაოდენობა არის იმდენად მცირე რომ ის ელემენტარულად იწვევს კარგ ხასიათზე დაყენების მომენტს მეცად გეტყვით გადახედეთ იადიგარ დაუს ყარაბაძის შვილ ბავშვებსაც კი მოიხმარებოდა კანაფი აი ეგეთი სამედიცინო წარმოებით მიღებული კანაბისის ანუ ერთწოდებული სამედიცინო ასე ვთქვათ კანაფის ზეთის მოხმარება ხუთის ტკივილებზე უძილობაზე მე შვილი ბავშვებიდან დაწყებული ნუ ეს დასნობილი ფაქტია და შემდგომაც 1928 წლამდე მთელ მსოფლიოში ეს იყო ძალიან ჩვეულებრივი რამე შემდგომ ისე სვაშური ისე აჯერზი ჩაერთო და მხოლოდ იმიტომ რომ ზისგან მიღებული ჩვეულებრივი აი ეს კანაფის ნივთიერებები ჩაეგორებინათ მოუცველში და შემოეთავაზებინათ საზოგადოებისთვის სიკვდილი ჰეროინების და მსგავსი ანუ ქიმიურად მიღებული მეტადონები ასე შემდეგ სახით აკრძალეს კარგი და შემოუშვეს ცუდი მოკლედ ადამიანთა განადგურების ცდელობას დიდი ხნის ისტორია აქვს მე მინდა სახელმწიფო სადაც ქუჩაში როცა გახვალ აი იაპონიაში მაგალითებით ვილაპარაკოთ 80 წლის ადამიანს რო შეხედო გეგონება 50 წლის ადამიანი არის ძალიან ბედნიერი მაყოფილი და დაღიმებული სახით ხალხო ეს ყველაფერი მიღწევადია მე უსურვებ ჩემს ხალხს საკუთარ თავს ჩემს თავრობას ძალიან მძიმე სნეულებიან სახელმწიფოებში ცხოვრობთ ანუ უბრალოდ სამყაროში ცხოვრობთ ეს არის აპოკალიფტიკური პერიოდი და მარტო ჩვენზე არა მაგრამ ჩვენზე ძალიან ბევრი რამეა დამოკიდებული ჩვენ დავახცევთ თუ არა თავს ისეთ საზაიო მომენტებს რასაც ან გადარჩენა ან დაღუპვაქვია ძალიან მიყვარხართ ქრისტიანსგა დაგლოცეთ ძალიან საინტერესო მოსმენა გაიხარით დღეისთვის ეს არის დამშვიდობებით ხელმოკლებას კარგად დაანდებოდეთ ჩემო კარგი